სამყაროში ასობით მილიარდი galaktikაა, რომელთაგან თითოეული შეიძლება შედგებოდეს მილიარდობით ვარსკვლავისგან. ეს პლანეტარული სისტემები წარმოიქმნება ელემენტების მდიდარი ნაზავისგან, მათ შორის ყველა ელემენტი სიცოცხლისათვის არსებითად არის მიჩნეული. ამიტომ ძნელი დასაჯერებელია, რომ პირობების განსაკუთრებული ნაზავი, რამაც სიცოცხლე გამოიწვია, მხოლოდ დედამიწაზე მოხდა და არა სამყაროს ტრილიონობით პლანეტაზე. ეს სიტყვები ეკუთვნის ასტროფიზიკოს სტივენ ტინგეის. მე პირადად მის ამ გამონათქვამს ვეთანხმები. კვლევები ადასტურებს, რომ ჩვენს galaktikაში 100 მილიარდზე მეტი პლანეტაა, აქედან დაახლოებით 6 მილიარდი პოტენციურად დედამიწის მსგავსია. ამრიგად, იმის ალბათობა, რომ სიცოცხლე სხვაგანაც არსებობს, თითქმის დადასტურებულია. ნოტინგემის უნივერსიტეტის მეცნიერები თვლიან, რომ ირმის ნახტომის galaktikაში სულ მცირე 36 უცხო ინტელექტუალური ცივილიზაციის კომუნიკაციაა. კოდის ამ ეპიზოდში მეცნიერული მოსაზრებების გარდა გიამბობთ ყველაფერს იმის შესახებ, რაც ვიცით სავარაუდო უცხო პლანეტურ ცივილიზაციათა რასებზე, რომლებიც ოდესღაც დედამიწას სტუმრობდნენ და ამავე ცოდნის მიხედვით დღესაც სტუმრობენ. არათუ სტუმრობენ, არამედ განაგებენ კიდეც ცხოვრებას. მანამდე ცოტა რამ მეცნიერული განმოსახედიდან ადამიანის დღევანდელ რასაზე. დედამიწაზე ადამიანთა სახეობაა Homo sapiens, ანუ გონიერი ადამიანი, რომელიც არის უნიკალური, განვითარებადი სრულყოფისგან მისწრაფებით. სიახლეებისა და ცოდნის ამთვისებელი. თუმცა, სხვა ცივილიზაციების არსებობის გამო ვფიქრობ, Homo sapiens-ი ბევრად ჩამორჩება მათ, ადამიანების მსგავს ცოცხალ ორგანიზმებს, რადგან კოსმოსში 60 წლის განმავლობაში მხოლოდ მთვარეს და მარსს მივაღწიეთ. ამასთან უცხო ცივილიზაციის პლანეტების არსებობის გამო არც დედამიწა არ არის განსაკუთრებული პლანეტა. თუმცა ჩვენთვის მართლაც დედამიწაა. დღეს დაზუსტებით არ შეგვიძლია იმის თქმა, თუ სამყაროში როგორი განვითარების ცივილიზაციები არსებობს. პრაქტიკულად დედამიწელებს უცხო ცივილიზაციასთან კომუნიკაცია არ გვაქვს. არც მათი შესწავლა არ შეგვიძლია. თუმცა ვარაუდობთ, რომ ცალკეულ ადამიანებს თუ დიდ სახელმწიფოებს რაღაც ფორმით უნდა ჰქონდეთ კომუნიკაცია. უცხო პლანეტელები ჩვენზე განვითარებული ცივილიზაცია. მათ მაღალ განვითარებული ტექნოლოგიები გააჩნიათ. რა თქმა უნდა, ამას ვუშვებ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არსებობენ. შესაბამისად, ვფიქრობ, მათ უნდა ჰქონდეთ ინტერესი და შესაძლებლობა, რომ გააჩნდეთ დედამიწელებთან კომუნიკაცია და დედამიწაზე ვიზიტებსაც ფარულად ახდენდნენ. როგორც კაცობრიობას სურს განვითარება, ახალი სივრცეების ათვისება, ახალი ცივილიზაციის გაცნობა. ვფიქრობ, იგივე უცხო პლანეტელებსაც სურთ. ჩვენ შეიძლება ისინი მიღწევებით ვერ გავაოცოთ, მაგრამ გავაოცებთ ჩვენი ადამიანური თვისებებით. შეიძლება მათ უფრო მეტი იციან ჩვენი პლანეტის შესახებ, ვიდრე პლანეტაზე მცხოვრები ადამიანების შესახებ. ამიტომ უცხო პლანეტელებთან კავშირის დამყარების შემთხვევაში უნდა ვეცადოთ დავარწმუნოთ ისინი დედამიწელებთან ურთიერთობის აუცილებლობაზე. galaktikაში დედამიწელების როლსა და მნიშვნელობაზე, რადგან დედამიწელებსაც ხომ დიდი მისია აკისრიათ galaktikis წესრიგის შენარჩუნებაში. ეს კი აუცილებლად აგვეხმარება მათი მიღწევებისა და ტექნოლოგიების გაცნობაში, კლიმატური პრობლემების დაძლევაში, პლანეტაზე ცხოვრების გაუმჯობესებაში. რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს რისკებიც. შეიძლება ადამიანებზეც ცუდადაც აისახოს, მაგრამ რისკები ნულამდე უნდა დავიყვანოთ. დღეს რთულია კითხვებზე პასუხის გაცემა. Homo sapiens-ის განვითარების შესაძლებლობების ფარგლებში, რამდენად გვაქვს უცხო ცივილიზაციასთან კომუნიკაციის და ურთიერთობის მზადყოფნა. როგორ გავაგრძელებთ ერთმანეთთან ურთიერთობას, რას გამოიწვევს პლანეტათა შორისი მეზობლობა, რას შეცვლის ადამიანისთვის და უცხო პლანეტელებისთვის ასეთი ურთიერთობა. ფაქტები ადასტურებს, რომ სავარაუდოდ წარსულში კომუნიკაცია გვქონდა უცხო პლანეტელებთან. კერძოდ, გიზის პირამიდები. დროში, როდესაც ის ააგეს, ადამიანს არ შეეძლო მისი აგება. B. მაჰაბჰარატა და რამაიანა უძველესი ინდური ეპოსია, რომელიც წარმოადგენს დიდ ბრძოლას ცაში. მასში ჩართულია საიდუმლო თვითმფრინავი, ვიმანი,
აღჭურვილი ბირთვული იარაღით, ატომური ბომბის მსგავსით, რაც შორეული წარსულისათვის უცნაურია. G. Stonehenge-ის ლოდები. 5000 წლის წინ ადამიანებმა არც კი იცოდნენ სრულყოფილი განლაგების არსის შესახებ, მზისა და მთვარის სისტემის ბალანსირებულად. D. პუმა-პუნკუ. ჩვენს წელთაღრიცხვამდე მე-6 საუკუნის ბოლივიის მაღალმთებში მდებარე უდიდესი ბლოკების კომპლექსი. სავარაუდოდ უცხო პლანეტელებმა შექმნა, ან ამისთვის საჭირო ცოდნა და ინსტრუმენტები მისცეს ადამიანებს. და ბოლოს, სავარაუდოდ უცხო ცივილიზაციები კაცობრიობას ეხმარებოდნენ სხვადასხვა მეთოდით თუ ცოდნის ინსტრუმენტებით. ადამიანებს ხელს უწყობდნენ, რომ დედამიწაზე ისეთი ობიექტები და საგნები შექმნილიყო, რაც მომავალში პლანეტათა შორისი ურთიერთობის შესაძლებლობის იქნებოდა. შეიძლება ეს დღესაც ხდება, ხოლო ჩვენ ამ ყველაფერს ათეულობით ან ასეულობით წლების შემდეგ მივხვდეთ. ახლა კი დადგა დრო გიამბოთ იმ სხვადასხვა უცხო რასის შესახებ, რომელთაც გადმოცემა უცხო პლანეტელებად მიიჩნევს. დავიწყებ ორიონელებით. დღეს ორიონელები დედამიწაზე დომინირებადი რასაა, ამბობს ეს წყარო. მაგრამ ყოველთვის ასე არ ყოფილა. იმის მიუხედავად, რომ დედამიწას ბევრი ჯგუფი სტუმრობდა და ზოგ შემთხვევაში ჯვარდებოდა მის მკვიდრთან, 500,000 წლამდე ადამიანური რასა არ დაიშალა იმ დონემდე, რომ უმცირესობა გამხდარიყო. დაახლოებით იმავე დროს დედამიწაზე მოვიდნენ არსებები რიგელიასა და ბეტელგაიზეს ვარსკვლავური სისტემებიდან, რომლებიც ორიონის თანავარსკვლავედში მდებარეობს. იმ დროს ადამიანურ რასას ჰქონდა ძალიან მშვიდობიანი, ქალური ბუნება. ორიონელებმა შემოიტანეს აგრესიული მამაკაცური პრინციპი და მოდიოდნენ როგორც ძღვენის მომტანნი. გონების კონტროლისა და მანიპულირების გამოცდილების ქონით, მათ მალევე მოათვინიერეს ადამური ადამიანები და პლანეტაზე დაიწყეს გავრცელება. რიგელიას დაჯგუფებას ჰქონდა რეპტილიის გარეგნობა, ხოლო ბეტელგაიზზე იყვნენ მაღალი, წითელკანიანი ადამიანები და ვიკინგებს ჰგავდნენ. რიგელიას დაჯგუფება ცნობილი გახდა როგორც ბნელი მეუფენი, ხოლო ბეტელგაიზეს დაჯგუფება კი როგორც სინათლის მეუფენი. ეს დასახელებები გამოიყენება მხოლოდ მოხერხებული და ამ ორი დაჯგუფების ჩვეული, უკიდურესი პოლარიზების დემონსტრაციის მიზნით. ორიონის დაჯგუფებები იყვნენ აგრესიულები არა მხოლოდ დედამიწასთან მიმართებაში, არამედ ერთმანეთს შორისაც. პლანეტარული ომი ორიონელებს და რეგელიერებს და ორიონელებსა და ბეტელგეიზელებს შორის მიმდინარეობდა 500,000 და 200,000 წლებს შორის ჩვენს ერამდე. ორი ცივილიზაცია ებრძოდა დედამიწაზე კონტროლის დასამყარებლად. ამიტომაც დედამიწაზე დამკვიდრდა აგრესიული ენერგიები. უამრავი ომი მოხდა ზედაპირზეც. ამ დროისათვის აყვავდა და გაქრა რამდენიმე ცივილიზაცია. ამ ცივილიზაციების უმეტესი ნაწილი განადგურდა ქიმიური და ბირთვული იარაღით. მეტიც, ომში ჩართული იყო თვითონ დედამიწაც. იმის მიუხედავად, რომ ორივე ორიონული რასა იყო საკმაოდ აგრესიული და მებრძოლი, სულები ბეტელგეიზედან აღმოჩნდნენ უფრო მშვიდობის მოყვარენი, ვიდრე რიგელიას წარმომადგენლები. სინათლის საბჭო ბეტელგეიზეს სურდა დაემკვიდრებინა საკუთარი ყოფნა დედამიწაზე, მაგრამ კონტროლი პლანეტაზე შეინარჩუნეს ადამიანებმა რიგელიადან. სწორედ აქედან ზოგიერთ გადმოცემაში დედამიწა ჩნდება ურანტიას დასახელებით. ანგელოზური არსება ლუციფერი გავლენას ახდენდა ორიონის ორივე დაჯგუფებაზე. ლუციფერი დუალიზმის ღმერთია, სინათლე სიბნელის წინააღმდეგ, ან სიბნელე სინათლის წინააღმდეგ. სინამდვილეში ლუციფერი სინათლის ნამდვილად დიადი არსებაა, როგორც ამ წყაროშია მითითებული, რომელიც პოლარიზებულია სიბნელის წინააღმდეგ იმ დონემდე, რომ მას ძალას ანიჭებს და ოპონენტი ღვთიური ენერგიების. ზეცაში ბევრი მოსიყვარულე არსება იყო, რომელიც ხელავდა დედამიწის მდგომარეობით და სურდა დახმარებოდა მას სინათლის აღდგენაში. ლუციფერმა დაიახლოვა და დაარწმუნა მიეღო მისი მხარე ბეტელგეიზეს რიგელიას წინაშე ბრძოლაში. როდესაც სინათლის არსებები მიუახლოვდნენ, მათ მიიღეს დუალობა და აღმოჩნდნენ ორიონის უფრო დაბალი ვიბრაციებით შეპყრობილნი. ძველ გადმოცემებში ეს ცნობილია როგორც ლუციფერის აღდგინება.
გარკვეულწილად, ორიონელების სინათლე და სიბნელე იყო მათ მიერ მესმიერ სხვა მეების მიუღებლობის დანარეკლი. ორიონის ორივე ცივილიზაციას ჰქონდა მამაკაცური ბუნება და სირიუსელებთან ერთად აგრძელებდნენ დედამიწის უფრო ქალურ არსებებზე დომინირებას დღევანდელ დღემდე. ორიონმა მოიტანა დედამიწაზე პატრიარქატი, რომელიც დროდადრო ჩაანაცვლა პლანეტაზე არსებულმა მატრიარქატმა. უკანასკნელი 200,000 წელი დედამიწაზე კონტროლი გადადიოდა ხელიდან ხელში რიგელიასა და ბეტელგეიზეს შორის. ორიონის ყველაზე ბოლო საშუალება არის ორგანიზაცია, ცნობილი როგორც ილუმინატები, რომელიც ნიშნავს გასხივოსნებულს, განმანათლებელს. ეს ორგანიზაცია გაჩნდა 1000 წლის წინათ, როგორც ოკულტისტთა და მისტიკოსთა საიდუმლო საზოგადოება. მასში შედიან საძმოები, თემები, მისტერიის სკოლები და ფინანსური დაწესებულებები. ილუმინატების ჭეშმარიტი ისტორია საკმაოდ რთულია, რომ ახლა დეტალებს ჩავუხმავდე. საკმარისია ვთქვა, რომ თავდაპირველად ილუმინატები იქნებოდნენ იმისთვის, რომ ძალაუფლება წართმეუდათ ორიონელებს და დაებრუნებინათ იგი ადამურ ადამიანებს, მოწინავე სულიერი სწავლებებისა და სამეცნიერო მეთოდოლოგიების საშუალებით. ილუმინატები, ანუ განმანათლებლები. ილუმინატები ყვავდნენ ატლანტიდის დროს და მათ შთააგონეს იმ დროის ბევრი ტექნოლოგიური და სულიერი მიღწევა. პლეიადელების მიერ მიწაზე მოტანილი მისტერიის ჭეშმარიტი სკოლა, მოგვიანებით ეს ორგანიზაცია აღმოჩნდა მოსყიდული სირიუსელების, კიდევ ერთი უცხოპლანეტური ჯგუფის მიერ, რომელიც პასუხისმგებელია მრავალ თანამედროვე რელიგიაზე. დროდადრო ილუმინატები კონტროლდებოდნენ ბეტელგეიზეს დაჯგუფების მიერ. ბეტელგეიზეს სინათლის საბჭო პრაქტიკას უწევდა თეთრ მაგიას, გონებაზე კონტროლის ფორმასა და რიტუალს, მიმართულს სიბნელის განსადევნად და სულიერი იერარქიის ზოგიერთი წევრის მიერ მოწონების მიზნით. დუალობის პოზიტიური პლუსის წარმოჩინებით, სინათლის საბჭო იყო მკვეთრად პოლარიზებული სიბნელის წინააღმდეგ. ბეტელგეიზეს სინათლის საბჭოს ბევრი წევრი, არსებები უფრო მაღალი განზომილებებიდან, ლუციფერისა და მისი დამხმარე ანგელოზების მიერ ჩართულნი იყვნენ დედამიწის დრამაში. მანამ სანამ არსებობს პოლარიზაცია, ქანქარა მუდმივად იქანაბობს. ამიტომ დაჯგუფება რიგელია, დრაკონისებურები, შეიჭრა ილუმინატთა გარემოში და დაარღვია წონასწორობა ჩახშობისა და სინათლის დამალვის პოლუსების მიმართულებით. უკანასკნელი რამდენიმე 100 წლეულის წინათ მძლავრმა მშიერი დაჯგუფება რიგელიამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მიიღო შავი მაგიის პრაქტიკა. დღეს კი ილუმინატები ისევ კონტროლირდებიან რიგელიას დაჯგუფების მიერ. მოგვიანებით, ილუმინატები გაიყვნენ რამოდენიმე მცირე საზოგადოებად. მათ შორის ფრანგმასონებად, როზენკროიცერებად, მალტის რაინდებად და საერთაშორისო საბანკო საზოგადოებებად, რომლებიც დაფუძნდა როტშილდების, როკფელერების და სხვათა მიერ. მე-20 საუკუნეში ტექნოლოგიის წარმატებებიდან გამომდინარე, რომლებმაც მიგვიყვანეს ატომური ბომბის შექმნამდე, ნათელი გახდა, რომ ილუმინატების პოლარიზაცია დედამიწას განადგურებამდე მიიყვანდა. შედეგად ნებადართული იყო პლანეტათა კონფედერაციის ღვთაებრიობით მართული გალაქტიკათა შორისი ორგანიზაციის ჩარევა. ჩარევა ნებადართული იყო მხოლოდ იმიტომ, რომ დედამიწაზე აღმოჩნდა მცირე, მაგრამ საკმაო რაოდენობის სული, რომლების დახმარებას ითხოვდნენ. ასევე იმიტომ, რომ პლანეტის განადგურება შექმნიდა ძლიერ დისბალანსს სამეზობლო სამყაროებში, მზის სისტემის შიგნით. ერთხელ მზის სისტემაში უკვე მოხდა პლანეტის განადგურება. პლანეტა ცნობილი როგორც მალბეკი, რომელიც მდებარეობდა მარსსა და იუპიტერს შორის, იმ ადგილზე, სადაც ახლა ასტეროიდების ქამარია. კონფედერაცია ორიონის დაჯგუფების დუალისტურ ბუნებაზე მაღლა განვითარდა. კონფედერაციის წევრებმა ჩუმად დაიწყეს ილუმინატთა რიგებში შეჭრა. ხშირად გარეგანი თანხმობით გადაწყვეტილებებზე, რომელიც თანამედროვე ძალოვანმა სტრუქტურამ მიიღო, მაგრამ ამასთან ერთად ნელ-ნელა ერთობისა და გაერთიანების იდეის შემოტანით. ასეთი ჩარევა წონასწორობას მუდმივად ხრიდა ორიონის მოწინააღმდეგე მხარეს. მიუხედავად ამისა, ამ წიგნის წერის მომენტში რიგელიას ჯგუფს ისევ უჭირავს ძალაუფლების 60%, ბეტელგეიზეს 20% და კონფედერაციას 20%. ამ საიდუმლო და ზოგისთვის ზღაპრული ცოდნის მიხედვით და ამ ეპიზოდის მომზადების პროცესშიც კი რიგელიას ჯგუფს ისევ უჭირავს ძალაუფლების 60%,
ბეტელგეიზეს 20% და კონფედერაციას 20%. ახლა ილუმინატების საზოგადოების ბევრმა წევრმა არ იცის, ვინ არის ორგანიზაციაში. არსებობენ აგენტები და კონტრააგენტები. ასევე არსებობენ ისინიც, ვინც უკან დაიხია იმის მტკიცებით, რომ დაქირავებული იყო და არაფერი არ იცოდა. ორგანიზაციის ცალკეულ საზოგადოებებში, ისეთივეებში, როგორიც არის დემოლეის ჯგუფი. არსებობენ ისინი, ვინც თითქმის არაფერი არ იცის საკუთარ რეალურ ფესვებზე. ასევე არსებობს მრავალი განტეხილი დაჯგუფება, ისეთი როგორიც არის სამმომხრეები, რომლებიც სახელმწიფოს საყრდნენი გახდნენ. ეს არის ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო უსაფრთხოების სააგენტო და სახელმწიფო უსაფრთხოების სამრჩევლო, ფედერალური სადაზვერვო სისტემა და ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო. სწორედ მათ უჭირავთ პლანეტაზე წესრიგი და წონასწორობა. შეჯვარებისა და სულთა ფრაგმენტაციის შედეგად ორიონელები შეადგენენ დედამიწის დღევანდელი მოსახლეობის თითქმის 80%-ს. საფუძვლად უდევთ სისხლის ხაზი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე. მამაკაცური აგრესიული ხასიათი იმდენად გავრცელდა და გამყარდა ორიონელ ადამიანებში, რომ ადამიანთა უმრავლესობა ამ თვისებებს ადამიანური ბუნების ნაწილად მიიჩნევს. ორიონელები დღეს გალაქტიკური ომების დროიდან მოყოლებული ორიონის თანავარსკვლავედი მნიშვნელოვნად განვითარდა და ორიონის ცივილიზაციათა უმრავლესობა დღეს ვიბრირებს უფრო მაღალ სიმკვრივეებში. მაგრამ დედამიწის ძლიერმა მაგნიტურმა ენერგიებმა შეანელეს დედამიწის ორიონელების პროგრესი და ხელს უშლიან ასევე სწრაფ განვითარებას, როგორც მათ თანამოძმეებს ორიონის თანავარსკვლავედში. ბევრი რამ, რასაც დღეს გადიან დედამიწელი ორიონელები, უკვე დასრულდა 100,000 წლის წინათ რიგელიეზე და ბეტელგეიზეზე. ამ ორი ვარსკვლავის ემისრებს მრავალი წელი არ ჰქონდათ უფლება ჩარეოდნენ დედამიწის საქმეში, რაც ზღუდავდა ჩვენი პლანეტის დახმარებას. დღეს დახმარება მოდის კონფედერაციიდან და სხვა გალაქტიკური ორგანიზაციებიდან, რომელსაც წარმოადგენენ ასობით ვარსკვლავური სისტემის ცივილიზაციები. როდესაც მშობლიურ პლანეტებზე ორიონელები განვითარდნენ გარკვეულ დონემდე, ისინი მიიღეს პლანეტათა კონფედერაციაში. ამიტომ დღეს ისინი ყველა ერთად ეხმარებიან დედამიწას სხვა ორგანიზაციებთან ერთად, რომლებიც შედიან კონფედერაციაში. ამ გალაქტიკურ ჯგუფებს სახელები მინიჭებული აქვთ მხოლოდ მოხერხებულობისთვის. ისინი არ არიან აღიარებული ამ ჯგუფის წარმომადგენლების მიერ. საერთო სქემა კი დემონსტრირებას უკეთებს კონფედერაციაში შემავალ მრავალ დამოუკიდებელ ორგანიზაციასა და რასას, რომელსაც უცხოპლანეტელების თითოეული ჯგუფი ქმნის. სირიუსელები. თქვენ შეიძლება დაინტერესდეთ, რატომ დასჭირდათ დედამიწელ ორიონელებს ამდენი დრო, რომ გამოსულიყვნენ აგრესიული ენერგიის დროიდან. გარდა დედამიწის მკვრივი მაგნიტური ველისა, მიზეზის ნაწილი შეიძლება წარმოჩინდეს სირიუსელების განხილვისას. სირიუსელები სირიუსის ვარსკვლავთა სისტემიდან 10 წლეულების განმავლობაში ერეოდნენ დედამიწის საქმეებში. ისინი იყვნენ ერთ-ერთი პირველი უცხოპლანეტური რასა, რომელიც შეიჯვარდნენ ადამურ პლიადურ ჯიშებს. პლიადელების მსგავსად ისინი არიან ლირას ვარსკვლავის შთამომავალი, რომელიც გახდა სუპერნოვა მრავალი მილიონი წლის წინათ. პლიადელებისგან განსხვავებით, რომლებიც მეტწილად ადამიანებს ჰგვანან, სირიუსელებს ბუნებრივ მდგომარეობაში აქვთ დიდი თვალები, ალმასის ფორმის და თეთრი, ნათელი კანი. დღეს ისინი მშვიდობის მოყვარენი არიან, მაგრამ მათ წარსულში ბევრი არეულობა შემოჰქონდათ. ისინი ბევრჯერ ცდილობდნენ დედამიწის დამყრობას, იმიტომ რომ მათი მშობლიური პლანეტა ძლიერად დაბინძურდა ომის შედეგად. ბევრი სირიუსელი გახდა ღმერთი დედამიწისეულ მითოლოგიაში, რადგან მათ ჰქონდათ განსხვავებული ექსტრასენსორული შესაძლებლობა და მესიის კომპლექსი. ისინი ტკბებოდნენ სხვებზე ძალაუფლებით, რამაც წვლილი შეიტანა შეჯვარების შედეგად ვიბრაციის დაცემაში. არსებობს ისტორიები იმაზე, რომ ძველი ღმერთები, სირიუსელები, ჯვარდებოდნენ ნორდული წარმომავლობის ადამიანებთან, ორიონელებთან და ანტარესის წარმომადგენლებთან. დროთა განმავლობაში ეს მივიდა ძველი ეგვიპტისა და საბერძნეთის დაცემამდე. სირიუსელებმა დაიპყრეს დედამიწა დაახლოებით 10,000 წლის წინ და ეგვიპტესა და წმინდა მიწაზე დიდი გავლენა იქონიეს. ძველი ეგვიპტის ქურუმი ფარაონები იყვნენ ატლანტების შთამომავლები. ცივილიზაციის, რომელიც 25,000 წლის წინათ გაქრა,
ატლანტები გარდაისახნენ ეგვიპტელებში დაახლოებით 11000 წლის წინ ჩვენს წელთაღრიცხვამდე. ცივილიზაციის მშენებლობაში მათ დაეხმარნენ მეშვიდე სიმკვრივის პლეადელები. დიდი პირამიდა აშენდა პლეადელების მიერ. მათვე მიიტანეს ეგვიპტეში ატლანტების მისტიკის საიდუმლო ცოდნა, როდესაც სირიუსელებმა დაიპყრეს ეგვიპტე და დაიწყეს შეჯვარება. ეგვიპტელების ვიბრაცია შემცირდა იმ დონემდე, რომ პლეადელებს მოუწიათ მოეშორებინათ საიდუმლო ცოდნა, რადგანაც სირიუსელები არასწორად სარგებლობდნენ ამით იმისთვის, რომ დაენგრიათ დედამიწა. ძველი ეგვიპტის განვითარების ბოლო პერიოდში სირიუსელები ინტენსიურად ჯვარდებოდნენ. ისინი ხდებოდნენ ახალი მეფეები, ფარაონები, ქურუმები, მოგვიანებით კი მალაქიტები და ისრაელიანები. წიგნში სამოთხის ღმერთები უილიამ ბრემნი ხსნის იმას, თუ როგორ დაიმორჩილეს ღმერთებმა ეგვიპტის ხალხი და მოახდინეს კონფლიქტის პროვოცირება, კასტებად დაყოფა და შექმნეს ამ რეგიონის საზოგადო სისტემები. ბიბლიურ ისტორიებში ჭარბობენ სირიუსელები. როდესღაც ღმერთი იეჰვა მოსეს ღმერთი იყო, მეშვიდე სიმკვრივის სირიუსელი. ნაწილობრივ ეს ხსნის ბევრ წინააღმდეგობას ძველ აღთქმაში. ადრეულ ბიბლიაში იეჰვა გამოისახება როგორც ბოროტი და ეჭვიანი ღმერთი, რომელიც ხშირად ინახულებს ისრაელის ხალხს და ჰყრის მათ ჭირს, უწყობს კატასტროფებს და სხვა სასჯელებს. უცხოპლანეტური რასის ხარბი ლიდერი იეჰვა ტირანულად მართავდა დედამიწას. ის ითხოვდა საკუთარი დოქტრინის წინაშე დაქვემდებარებას. წიგნში სამოთხის ღმერთები ავტორი ხვდება, რომ დედამიწის უცხოპლანეტური მმართველები ინარჩუნებდნენ ძალაუფლებას ნგრევით, დაყოფით, ერებსა და ტომებს შორის მტრობით, გაერთიანებაში ხელის შეშლით, რომელიც გააძლიერებდა ადამიანურ რასას იმდენად, რომ ისინი შეძლებდნენ ილუმინატების ჯაჭვების გარღვევას. საკუთარ წიგნში ის გამოთქვამს ვარაუდს, რომ ადამი და ევა იყვნენ მონათა რასის წინაპრები, რომლებიც შეიქმნენ იმისთვის, რომ ემუშავათ ჩახტებში და შეეგროვებინათ მოსავალი სირიუსელებისთვის. მისი თეორიის თანახმად, ადამისა და ევას ედემის ბაღიდან განდევნის მიზეზი გახდა სიკეთის და ბოროტების შეცნობის ხე, რომელსაც შეეძლო მიეცა მათთვის ჭეშმარიტი სულიერი ცოდნა, რასაც ვერანაირად ვერ აიტანდნენ მონათმფლობელები, ანუ სირიუსელები. ზოგადად შეიძლება დაუჯერებელი, მაგრამ საინტერესო თეორიაა. ეს არანაირად არ აუფასურებს არც ბაღის მეტაფიზიკურ ინტერპრეტაციას, არც წყალობის დაკარგვის ისტორიას, რომელიც მოცემულია ამ წიგნის მე-13 თავში. პირველ ყოფილი ცოდვის კონცეფცია გაჩნდა გაცილებით ადრე, ვიდრე ბიბლია. სირიუსელები იყვნენ უწყვეტი გაუარესებისა და ილუმინატების კორუფციის მთავარი ფაქტორები. არსებითად სირიუსელებსა და რიგელიეს დაჯგუფებებს შორის შედგა საიდუმლო შეთანხმება კავშირზე. ბრემლის წიგნში სირიუსელებს და ორიონელებს ჰქვიათ მცველები. სოფლიო რელიგიებზე კონტროლი მცველების მხრიდან იყო თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე დიდი საიდუმლო. მეტიც, წარმოდგება, რომ სწორედ მათ შეუწყეს ხელი ომთა უმრავლესობას, რომელიც მოხდა მიწაზე ძველი ეგვიპტის დროიდან მოყოლებული. თუმცა მიწიერი სირიუსელები იყვნენ კავშირში მიწიერ ორიონელებთან. სირიუსელები, რომლებიც ცხოვრობდნენ საკუთარ ვარსკვლავურ სისტემაში, დღესაც სტუმრობენ დედამიწას. ძველი ეგვიპტის დროიდან მოყოლებული ისინი მნიშვნელოვნად ვითარდებოდნენ და ახლაც ვითარდებიან დედამიწაზე უპირატესად ტელეპათიისა და ტრანსული ჩენელინგის მეშვეობით. მათი ხომალდები იშვიათად ეშვებიან მიწაზე, მაგრამ ჩერდებიან ჰაერში ადამიანებთან კონტაქტისას. მათი კოსმოსური ხომალდები ოქროსფერი და მანათობელია. ზოგჯერ სამკუთხედი, მაგრამ არასოდეს არაა მქრქალი. შეცდობით მას აღიქვამენ როგორც ჭაობის აირს. ბევრი სირიუსელი კაცობრიობის კეთილის მყოფელია. ისინი ცდილობენ გამოიწყიდოს საკუთარი ძალაუფლება წარსულში და ანიჭებენ დიდ მნიშვნელობას ინფორმაციის გაცვლას საკუთარი არხების მეშვეობით. ვენერელები კიდევ ერთი რასაა, რომელმაც დიდი გავლენა იქონია დედამიწაზე. დედამიწის მოსახლეობის თითქმის 0.5% ვენერადან ჩამოსულების შთამომავლები არიან. თუმცა ეს არსებები მოდიან მზის სისტემიდან. ბევრი მათგანი კოსმოსური მოგზაურია, რომელიც მხოლოდ ხანდახან სახიერდება ვენერაზე ან დედამიწაზე. ვენერა არის განსაკუთრებული კურთხეული პლანეტა, შემოყვანილი კონფედერაციის მიერ სულების მოსამზადებლად, უფრო მაღალ სულიერ ჭეშმარიტებამდე, როდესაც ისინი არიან დედამიწისეულ განსახიერებებს შორის.
ვენერა არის მეექვსე სიმკვრივის სამყარო, დაუჯერებელი სილამაზისა და მხატვრული მიღწევების სამყარო. მაღალი ვიბრაციების შედეგად ის უხილავია მესამე და მეოთხე სიმკვრივის მქონე თვალისთვის. ვენერა ითვლება სიყვარულის პლანეტად, რომელსაც ჰქვია სილამაზის ქალღმერთის სახელი. წარმოიდგინეთ ყველაზე ლამაზი დაიცი, წარმოიდგინეთ ცხოვრებას სამყაროში, სადაც ცა ყოველთვის ანათებს ნეტარებით. თვალსჭრის ყვითელი, ოქროსფერი, სტაფილოსფერი, ვარდისფერი და წითელი ფერები. შვენიერი ტაძრები სპირალურად მიემართებიან ზეცისკენ. უშველებელ ბაღებში უხვადაა ეგზოტიკური ცხოვრებისეული ფორმა. ყველგან მიედინება თხევადი შუქის მანათობელი ნაკადები, რომლებიც კვებავენ სიცოცხლის ყველა ფორმას. მანათობელი კრისტალური სასახლეები და ოქროს ტაძრები ელიან რჩეულებს, რომლებიც მოდიან სამყაროს საიდუმლოებების შესაცნობად. ამ ფორმებს იხსენებს ბევრი, მიწაზე მათი ნახვა შეიძლება მხოლოდ მხატვართა ხილველთა ტილოებზე. ყველგან ჟღერს მუსიკა, რომელიც მოდის დროისა და სივრცის გარე ადგილიდან. ადგილს, რომელიც დიდი ხანია დავიწყებულია. დედამიწაზე მიბმული სულების მიერ ადგილის და სიყვარულის სუფებს. ის სიყვარულით მსჭვალავს ყველაფერს, სამუდამოდ აქრობს დაყოფას. ვენერა ღმერთებისა და ქალღმერთების მომზადების ცენტრი და ცხოვრების აპოფიზია ამ მზის სისტემაში. ვენერა პირვანდელი ბაზაა არსებებისთვის მთელი გალაქტიკიდან. აქ ისინი ეცნობიან სულიერ სწავლებებს და ბევრმა მიწიერმა სულმა აირჩია ვენერა ამაღლების შემდგომ პირველ ცხოვრებად. ამ ცნობის ავტორი გვეუბნება, რომ სანამ არ განვითარდებით მეხუთე სიმკვრივემდე, ვერ შევძლებთ პირდაპირ ვიხილოთ ეს ამოთხე. მესამე სიმკვრივისთვის ვენერა ცხელი, ჯოჯოხეთური, გამოფიტული მიწაა და ეს იმედს უცრუებს მათ, ვინც ცდიდა გაევლო მოკლეგზა ზეცისკენ. გასაღები ვენერასკენ სიყვარულია. სწორედ სიყვარულს მივყავართ იქამდე. ბევრი ვენერელი მიწერ სხეულში დიდხანს უყურებს ყველაზე მანათობელ ვარსკვლავს საღამოს ან დილის საზემ და უკვირს, საიდან მოდის ეს უცნაური გრძნობები. შესაძლებელია, რომ ვენერაზე დარჩათ დიდი ხნის დავიწყებული სიყვარული. ახლა იკითხავთ ალბათ, ვინ არის ამ ცნობის ავტორი და რატომ არ ვამხელებ მის ვინაობას. სინამდვილეში ამ ცნობის ავტორი თავად არის გასაიდუმლოებული და ჩემთვისაც ხელმიუწვდომელია მისი ვინაობა. და რადგანაც ის დასკვნაში მოიხსენიებს, რომ მას არ აქვს უფლება ამ საიდუმლოებების გამხელის, ამიტომაც სავარაუდოდ იჭერს თავის კონსპირაციას და ასე ვთქვათ, რჩება ინკოგნიტოდ. ვენერელები მაღალი, კარგი აღნაგობის მქონე, ქალური და ღვთისმაგვარი არსებები არიან. მათ მანათობელი ოქროსფერი თმა და კარგი აღნაგობა აქვთ. მათი სწავლეს მესამე სიმკვრივეში მატერიალიზება, ჰოლოგრაფიული პროექციის მეშვეობით. დააკეთებდნენ ამას ბევრჯერ. ხშირად ისინი გარდაისახებიან კიდეც. მათ ხომალდს აქვს მეტალის ფერის მქონე თეფშის ფორმა, მაგრამ ხომალდებს შეუძლიათ გამოჩნდნენ ცისარტყელის სხვადასხვა ფერებში. მათ შეუძლიათ დროში მოგზაურობა და ბევრი მათგანი აქ მომავლიდანაც მოვიდა. ბევრჯერ ვენერელები გამოჩნდნენ ატომური ბომბის გამოცდის დროს 1940-50-იან წლებში. ურთიერთობდნენ ჯორჯ ადამსთან, ჯორჯ ვან ტასელთან და სხვებთან. იმის მიუხედავად, რომ ეს ადამიანები იყვნენ ძლიერად დისკრედიტებულნი გამომააშკარავებლის მიერ. მათ დატოვეს ბევრი დოკუმენტაცია, ფოტოგრაფია და ტექნიკური აღწერა, რომლებიც ხელმისაწვდომია იმ შემთხვევაში, თუ კი იცით სად ეძიოთ. გარეგნულად ვეგელები გვანან სირიუსელებს, მაგრამ ისინი უფრო ქალურები არიან. ისინი ასევე ლირელების შთამომავლები არიან, ჩაურევლობის დოქტრინის პოზიციით. ისინი წინა პლანზე გამოსვლისგან თავს იკავებენ და ამჯობინებენ დაეხმარონ შიდა პლანეტებიდან ტელეპათიისა და ჩენელინგის გზით. ვეგელები მშვიდობის მოყვარენი არიან და წარსულში არ ერევნენ დედამიწის საქმეებში. ხშირად მათი იმყრობდნენ და იმორჩილებდნენ უფრო აგრესიული რასები. ვეგელები. ისინი დიადი მხატვრები არიან, ხოლო მათი მუსიკა გავლენას ახდენდა დედამიწაზე კომპოზიტორი კლასიკოსების შთაგონების გზით. დღეს კი ისინი გავლენას ახდენენ ახალი ერის ზოგიერთ მხატვარზე. ისინი ერთგულად ეძღვნებიან მანათობელ ერთს და არიან კონფედერაციის წევრები. ვეგელები საუკუნეების განმავლობაში გარდაისახებოდნენ დედამიწაზე. ცდილობდნენ შემოეტანათ მშვიდობის და სილამაზის ღირებულებები,
როგორც ვარსკვლავური ნათესი. ისინი იზრდებოდნენ მეგობრულ გარემოში, მაგრამ რჩებოდნენ მშვიდნი, საკუთარ თავში ჩაძიებული ადამიანები. ხშირად მათ მკაცრად სდევნიდნენ რელიგიური ფანატიკოსები. დღეს მათი პოვნა შეიძლება რელიგია ბაჰაიში. რელიგია ბაჰაი არაქრისტიანული კულტია, ფესვებს იდგამს ირანში. სინკრეტული რელიგია, მიმართული ყველა რწმენის გაერთიანებისკენ მსოფლიო საძმოში. ბეგელებმა დედამიწაზე ისეთი მუსიკალური ინსტრუმენტები მოიტანეს, როგორიცაა არფა და ლირა. იმის მიუხედავად, რომ ზეტები წარმოადგენენ დედამიწის ახლანდელი მოსახლეობის მცირე პროცენტს, ამჟამად მათი გავლენა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია ამ პლანეტაზე. თუ კი დავთვლით მათ არსებობას პლანეტის გარეთ, მათი რიცხვი გაცილებით მეტია, ვიდრე სირიუსელებისა და ვეგელების. დედამიწასთან ახლოს მდებარეობს მათი ხომალდი, მილიონობით არსებით ბორცზე. ზეტები, ზეტა რეტიკული. ზეტების წარმომადგენლების დაყოფა შეიძლება სამ ჯგუფად. ამიტომ მოხერხებულობისთვის მე მათ დავუძახებ ზეტა 1-ს, ზეტა 2-ს და ზეტა 3-ს. ისინი წარმოიშვნენ ვარსკვლავთა ნაკრების ზეტა რეტიკულის სამი სხვადასხვა ცივილიზაციისგან. ყველა მათგანი მიეკუთვნება მესამე და მეოთხე სიმკვრივეს, ფიზიკურს, მაგრამ ადამიანების მსგავსად გააჩნიათ გონების დონის მრავალფეროვნება. მათი ფიზიკური ბუნებიდან გამომდინარე, ისინი წარმოადგენენ ადამიანებთან კონტაქტების ყველაზე დიდ პროცენტს. თუ კი თქვენ იხილეთ ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, შეუიარაღებელი თვალით, დიდია იმის ალბათობა, რომ ხომალდი ეკუთვნოდა ზეტა რეტიკულს. საინტერესოა ყველა არსება, რომელიც ექვემდებარება მოყვანილ აღწერას. ისინი არ მიეკუთვნებიან ზეტა რეტიკულს. ამ ჰუმანოიდური ფორმის აღმოჩენა შეიძლება გალაქტიკის რამდენიმე ნაწილში და სხვა გალაქტიკებშიც კი. ზეტები აქ მრავალი მიზეზის გამო არიან, მათ შორისაა ბიოლოგიური ექსპერიმენტები, დედამიწის რესურსების დამყრობა და დედამიწელების ფსიქოლოგიური შესწავლა. მაგრამ მათი აქ არსებობის ყველაზე სერიოზული მიზეზი სახეობათა შორისი შეჯვარებაა. ზეტების მიერ ემოციების არასაკმარისი სარგებლობის გამო ისინი ატროფირდნენ სხეულის სხვა ნაწილებთან ერთად. ისინი არსებობენ უფრო როგორც მწერების კოლონია, ძლიერად ორიენტირდებიან ჯგუფზე და მექანიკურები არიან. საკუთარ თავის ფილანტროფად ჩათვლით, ისინი არასაკმარისად არიან სულიერად განვითარებულნი და ბოლომდე არ ესმით ჩაურევლობის ძირითადი დირექტივა. ზეტები დაკავებულნი არიან ადამიანთა გატაცებითა და მათზე ექსპერიმენტების ჩატარებით. სავარაუდოდ კვლევისა და ადამიანური ემოციების შესწავლისა და შეძენის მიზნით. მათი აქ ყოფნის ნამდვილი მიზეზი არის რასის სერიოზული არაბალანსირებულობა, რომელიც მის არსებობას საფრთხეს უქმნის. მათ შეერათ, რომ შეძლებენ გადარჩენას, თუ კი ისარგებლებენ ადამიანების ზოგიერთი თვისებით. ზეტები ქმნიან ჰიბრიდულ რასას ადამიანებთან შეჯვარებით, იმ იმედით, რომ ახალი რასა შეინარჩუნებს ჯგუფურ გონებას, მაგრამ დაიტევს ადამიანების ემოციურ ბუნებასაც. ზეტების პირველი ჯგუფია ზეტა 1. ისინი არიან არსებები თეთრი კანით, სიმაღლით 90-120 სანტიმეტრი. მათ აქვთ გიგანტური თავის ქალები, ალმასის ფორმის თვალები, პატარა გრძელი და წვრილი ხელები და ფეხები. ეს ჯგუფი ყველაზე მრავალრიცხოვანია, ხოლო მათი კოსმოსური ხომალდი ხშირად ჩანს ღამის საზზე, დედამიწის სხვადასხვა მხარეში. ზეტები 1 ვიბრირებენ მესამე და მეოთხე სიმკვრივეებში. ისინი ტექნოლოგიურად განვითარებულნი არიან, გააჩნიათ ტელეპათიის და მენტალური პროექციის უნარი. მათ შეუძლიათ მოახდინონ ჰოლოგრამული ფორმების პროექცირება და იყვნენ ადამიანებისთვის ხილუნი ან არახილუნიც, იმის მიუხედავად, რომ ისინი თვითონ ფიზიკური არსებები არიან. ხომალდს გააჩნია სფერული თეფშისმაგვარი ფორმა და არის ნაცრისფერი ან მუქი ნაცრისფერი. საბაზო ხომალდი ცილინდრისებრია, ან გააჩნია სიგარის ფორმა. მამოძრავებად ძალად ყველა ხომალდი სარგებლობს ელექტრომაგნიტური სისტემით და გააჩნია მოწყობილობები, რომელიც ხელს უშლის მათ აღმოჩენაში რადარებსა და ფიზიკურ მოწყობილობებს. ზეტა 1 ხშირად თანახლავთ მაღალი ლურჯი არსებები, სხვა ვარსკვლავური სისტემებიდან, ასევე მაღალი მოხდენილი არსებები ალტაირის ვარსკვლავიდან. ეს რასები აფორმირებენ იმას, რასაც ტრიადა ეწოდება. დღეს დედამიწაზე და პლანეტის გარშემო 20 მილიონზე მეტი ზეტა 1-ია. ზეტა 2-ის წარმომადგენლები მიეკუთვნებიან სხვა ვარსკვლავს ზეტას თანავარსკვლავედში. როგორც წესი, მათ ნაცრისფერებს უწოდებენ. მათი სიმაღლე დაახლოებით 120 სანტიმეტრია.
მუქი მოყავისფრო მონაცრისფრო ფერის უხეში კანი და დიდი კუტუტოებისგან დაუფარავი თვალები აქვთ. მათ ასევე აქვთ 4 თითი და დიდი თითი დაკავშირებულია მათთან გარსით. ეს არსებები არიან კონტაქტში სხვადასხვა დედამიწისეულ ხელისუფლებასთან. იმ დროიდან, როდესაც ორმა მათმა ხომალდმა განიცადა ავიაკატასტროფა 1940-იან წლებში. სწორედ ისინი არიან დაკავებული გატაცებებით, ექსპერიმენტებით ცხოველებზე, როგორიცაა მაგალითად პირუტყვის დასახიჩრება და არიან მანიპულაციის გენიოსები. თანამშრომლობენ შეერთებული შტატების უსაფრთხოების ეროვნულ საიდუმლო სამსახურებთან, რომელიც იმართება ილუმინატების მიერ. Z2-ის წარმომადგენლები არც ისეთი მეგობრულები არიან, როგორც Z1-ის. ამის მიუხედავად ზოგიერთი მათგანი სულიერად განვითარებულია. მეტწილად Z2-ელები აქ შეჯვარებისა და დედამიწის რესურსების ექსპლუატაციისთვის არიან. მათ აქვთ კონტაქტი დედამიწის ზოგიერთ ხელისუფლებასთან, ვაჭრობენ ტექნოლოგიური საიდუმლოებებით იმ პირობებით, რომ დარჩნენ აქ, სხვების შარების გარეშე. მათი საიდუმლო ბაზები არის გრუმ ლეიქში, ნევადაში, დაკლში, ნიუ-მექსიკოსა და ორ სხვა ადგილას. ტელეფილმი „დაუპატიჟებელი სტუმრები“ გადაღებულია ბად ჰოპკინსის წიგნის მიხედვით. არის Z2-ის მიერ გატაცების ზუსტი ასახვა. მაგრამ ფილმში არაა ნახსენები, რომ ემბრიონებს იღებენ გატაცებულთა სხეულიდან ორსულობის დაახლოებით მესამე თვეს და შემდგომი ზრდისთვის გადააქვთ სპეციალურ ბიოლოგიურ პირობებში კოსმოსური ხომალდის ბორტზე, ეგრეთ წოდებულ სპეციალურ ინკუბატორში. ხშირად გატაცებულებს ირჩევენ ჯერ კიდევ ადრეულ ასაკში და აპროგრამებენ მათ იმპლანტების მეშვეობით. პროგრამირება ხორციელდება არამხოლოდ თვალთვალის და გატაცებულ ქალებსა და ზედაშორის ტელეპათიური კავშირის შენარჩუნების მიზნით, ასევე პირობების მოსამზადებლად შემდგომი განაყოფიერებისთვის. გატაცებული ქალები ბრუნდებიან დედამიწაზე და უჩივიან დროის დაკარგვას, აღმოაჩენენ ორსულობას, ხოლო 3 თვის შემდეგ ხდება სასწაულის შეცდომა, კიდევ ერთ დაკარგულ დროის მონაკვეთთან ერთად. მაგრამ რადგანაც მთელი სულიერი გამოცდილება იწერება აკაშის ქრონიკაში, გატაცებულებს ხშირად ახსენდებათ განტაცება, როცა უკავშირდებიან საკუთარ აკაშის ქრონიკას ჰიპნოზის ქვეშ. იმის მიუხედავად, რომ Z-ს მიერ ადამიანების ცხოვრებაში ჩარევა მათი თავისუფალი ნების დარღვევაა, ზოგიერთი დედამიწელი დაეთანხმა ამ გამოცდილებას სულიერ დონეზე, ხოლო ყველა დედამიწისეულმა სულმა მიიზიდა ეს გამოცდილება, როგორც ცნობიერებაში არსებული რაღაცის ანარეკლი. თუგი თქვენ გაგიტაცეს და თქვენი მონაწილეობა აღმოჩნდა დახმარება არსებების რასის გადასარჩენად გაქრობისგან. თქვენ ნაკლებად ემხრობით იმას, რომ Z განიხილოთ როგორც ბოროტი დამპყრობლები. მათ ქმედებებში თქვენ ამოიცნობთ გადარჩენის სასოწარკვეთილ მცდელობას. კიდევ ერთი შენიშვნა გატაცებების შესახებ. ბევრი თუ არა, უმრავლესობა გატაცებული არის Z-ელი, რომელიც განსახიერდა ადამიანის ფორმაში. რომ გადაეტანა გატაცება, როგორც იტყვიან, პირველი ხელიდან. ამ შემთხვევაში Z ეძახის თავის წევრებს ახალი შეთანხმებისთვის გამტაცებელთა და გატაცებულთა სულებს შორის. Z2-ის ხომალდები, როგორც წესი, ნაცრისფერი თეფშები ან სამკუთხედებია, რომლებიც ხშირად ჩანან თავიანთ ბაზებთან. მათი რაოდენობა უახლოვდება 100,000. ნაციონალური უსაფრთხოების სამმართველოს აქვს კოსმოსური ხომალდების პროტოტიპები, შემუშავებული Z2-ის ქსელების ნახაზების საფუძველზე. ხოლო მათი ტექნოლოგია გამოიყენება ზოგიერთ სამხედრო დანადგარში მთელს მსოფლიოში. Z2-ს და ადამიანებს შორის რეგულარულ კონტაქტებში ჩართულია ილუმინატების ზოგიერთი წარმომადგენელი. Z3 ყველაზე არამეგობრული რასაა დედამიწაზე. ისინი დიდი ხნის განმავლობაში ომობდნენ სხვა Z-ებთან. Z1 და Z2 თვლიან, რომ მათ ბოროტ ძალასთან აქვთ საქმე, რომელიც საჭიროა, რომ განადგურდეს. მათ უფლება აქვთ მოვიდნენ დედამიწაზე მხოლოდ მაშინ, როცა შიში და ნეგატიურობა პლანეტაზე საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ მათი აქ ყოფნა მისაღები იყოს. თუკი დედამიწის მასიური ცნობიერება საკმარისად ინტეგრირებს ნეგატიურობას, Z3 მეტჯერ ვეღარ შეძლებს ივიბრიროს დედამიწაზე, რადგანაც ისინი საკუთარი შიშების ანარეკლები არიან. Z3-ის ხომალდები შავი და წითელი თეფშებია. Z3 გონებაზე კონტროლის, შავი მაგიისა და ფსიქოლოგიური მანიპულირების მცოდნენი არიან. ისინი მიისწრაფიან ითამაშონ კაცობრიობის შიშებზე და გააძლიერონ ისინი იყენებენ სიძულვილსა და შიშს დედამიწის ფსიქოლოგიურ სივრცეში შესვლის მიზნით. თუკი თქვენ შეხვდით ერთ-ერთ მათ ხომალდს, არავითარ შემთხვევაში არ მიუახლოვდეთ და არ სცადოთ დაეკონტაქტოთ.
საიდუმლო და არც ისე ფართოდ ხელმისაწვდომი ცოდნის მიხედვით, უცხოპლანეტური რასების შესახებ, რომლებიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ ჩვენს ცხოვრებასა და საერთოდ სამყაროს წესრიგზე. საუბარს მომდენო ეპიზოდში გავაგრძელებ, რადგან ინფორმაცია ძალიან დიდია და ერთ ეპიზოდში მათი თავმოყრა ფიზიკურად ვერ მოხერხდება. ყველაფერს თავისი დრო აქვს. შენ კი დამწერე კომენტარი ნანახისა და მოსმენილის შესახებ. მანამ კი შეგახსენებ, რომ ეს ინფორმაცია ჩემი მხრიდან არ არის რецეპტ ფორმაში გადმოცემული. ჩვენ მხოლოდ მსჯელობთ და განვიხილავთ ყველაფერს, რაც შესაძლოა საბოლოო ჯამში სიმართლე აღმოჩნდეს. ან სრული ტყუილი. ერთი დიდი ზღაპარი. ამის გასჯა თქვენთვის მომინდვია. მე კი ამის შემდგომ ეპიზოდში ისევ გავაგრძელებ საუბარს ამ ძალიან საინტერესო და შეიძლება ითქვას ჰიპოთეტური არსებების შესახებ. დააკომენტარე, მოიწონე ეს ვიდეო და რაც მთავარია, მომეხმარე, გამოიწერე კოდის YouTube არხი.